გამარჯობათ. მე ვარ გაზაბონა მარიამი. ვარ 31 წლის. ახლა ცოტა ნერვიულობა რომ მოვიხსნა, უნდა დავლიო ცოტა ღვინო. ვაუ, მე ვარ ქართველი, ვცხოვრობ იტალიაში, ბავშვობიდან იქ გავიზარდე. 2 წელიწად ნახევარია, რაც გავხსენთ ჩემი თევზის რესტორანი. გვაქვს 3 ჩვენი სათევზაო გემი. ყველაფერს, რასაც ვამზადებთ რესტორანში, ჩვენი ნათევზავებია. ვერისთვის შემოდის და ჩემი. ეს მოკრიტიკებს და რის შემოყავ. ვაიმე არ შემიძლია. გავუშვით. ნომერზე გამოიჩინე შენ იმჯერა. არ ვიცი დედი შენ უფრო მაშინებს ვერ. რა გაშინებს? აუ სუმეჩხუბება, ესე იგი არ თვითონაც თან ისეთი ხარ არა მე ვაკეთებ ყველაფერს. რა არ გამოიტანეთ საფარი მოკლა. ეს მართლა მოკლას გავიწე. უმრობდა. ხვალ მოვალივით და ფინგალებული და ჩემის. რა უშავს. დედი კარგი ხა დამონებეთ კადი. მამბნე. ხოდა გეხმარა 1 საათი გავიდა. გაჩუმდი. ვაი მე რისთვის მოგიყვანეთ პროსტა ნეტა ვაფშე. ვიყენებთ ფინოს პლასტიკს. ვაიმე 14 წუთი დამრჩა და ვაფშე არა ვარ მზად. ნეტა არ გავგეშდე ახლა ნერვიულობით. უკვე დავიწაფე და გავაკეთე. კიდე გასუძო. არა. ცოტა აუჩქარე რომ კაი, მზად უნდა ქონდეს. დედი გეხოწები გადი იქით. შიგნით ამზადე? ვაიმე გადი იქით. ვაიმე ხმერთ. მე დედა ჩემი უფრო მეშინია ვიდრე შეფების. ეხა იქ დგას და ისეთი მიყურებს, ისეთი თარებით მიყურებს. ვაიმე ღმერთ ვარ შემიც. გამიცუდათ რომ მითხრან ტრიელს დავიწყებ. გამარჯობათ. გამარჯობა. თქვენ გაქვთ 20 წუთი დრო, რომ კერძი დაამთავროთ და თქვენ შესახებ ცოტავდე რამ გითხრათ. კი ბატონო. ესე იგი მე ვარ მარია კაზაბონა, იტალიიდან. ქართველი ვარ, კი, საქართველოში დაბადებული, იტალიაში გაზრდილი. 31 წლის და ყველაფერი რაც ეხლა მოვამზადე, მარილი, ზეთი, თევზი, ყველაფერი ჩამოვიტანე იტალიიდან. ნორიც კი. ხახვიც? ხახვიც. რატო? არ ვიცი. არ ვიცი, აი ყველაფერი ჩამოვიტანე იტალიიდან. ძალიან ცუდი შეხედულება გაქვს შენ საქართველოზე. რატო? რა ვიცი, ხახვიც გვაქვს, მარილიც გვაქვს, ზეთიც გვაქვს. იცი რატო, ანუ ძალიან დიდი ხანია რაც ვაკეთებდი, ანუ ექსპერიმენტებს ვაკეთებდი ამ კერძზე და ცოტა ანუ მეშინოდა რა და ზუსტად ანუ ეგ მოხდა ეხლა რომ მე ზოგადად ამას ვაკეთებ ვაპორის ღუმელში. ორთქლის. ღუმელი ვერ ჩამოვიტანე? აი, ეგ ვიფიქრე სხვადასხვა. ბარემ ეგეც ჩამოგეღო. ხო. დავშვა ძალიან მოგვეწონა გადავირიეთ. მერე რა ხდება? სულ იტალიიდან არა. ანუ ეხა ძალიან ნერვიულობ და რაღაც ცუდი არ მითხრა. ცუდი არაფერი არ მითხრა, იმიტომ მართლა ძალიან ნერვიულობ. ლაიმიც იტალიურია? ლაიმე არა, ლაიმე. აი გაგიფუჭა კერძი. აი რა საქმიანო? მოგვიყევი შენ შესახებ. თევზის რესტორანი მაქვს ლივორნოში, მანდ ვცხოვრობ. გავიარე კულინარიული სკოლა. ზოგადად დედაჩემია ეს მზარეული, მაგრამ რა ვიცი, ეს ძალიან დიდი ის შემომივიდა, რა ქვია, სურვილი რომ ესწავლა მეც. რატო ამზადებ ამ კერძს? მოზაიკა ჩემთვის არის ძალიან ლამაზი. ანუ თევზის მოზაიკოს გულისხმობ? კი. და соуსი რა აქვს? როცა გავაკეთე ფილეტო თევზის, ანუ რაც დამრჩა და არ ვიხმარე, ჩავყარე ანუ ქვაფში, ცოტა თეთრი ხახვით და პანათი. Просто робив який правок. Там не було.
კერძი მომეწონა. თვითონ ტექნიკა, რომელიც გამოიყენე ამ კერძში, არის კარგი. ანუ მოზაიკოს ტექნიკა. გემო თევზს ჰქონდა ნატურალური, რაც მე ძალიან მომწონს. ანუ ბუნებრივი გემო უნდა ჰქონდეს. იგრძნობა იტალიის ზღვის თევზის გემო. ნამდვილად. ძალიან კაი კერძია, ყოჩაღი გოგო ხარ და ჩემგან გაკ კი. ჩაო ბელა. გრაცი. მომწონს ასეთი მინიმალიზმი და ასეთი ბრჭყალებში გამჭირვალობა, ხო? თევზი კარგად იყო მომზადებული, соуსი ძალიან ნაზი და ესეთი სახასიათოა. ერთადერთი ცოტა რამოდენიმე წვეთ ლაიმს დაუმატებდი, რომ ის რაღაცა ექშენი კიდევ მოეცა. მადლობა, მე გეტყვი კის. მადლობა. ორი კი გაქვს, წესით წინსაფარი გეკუთვნის. ძალიან კარგი დახვეწილი კერძი იყო, ვიზუალურად ლამაზი იყო, ტექნიკურად კარგი შესრულებული იყო და გარდა ამისა, მე პირადად ესეთი კარგი ლამაზი ასე ვთქვათ, კარგი ტექნიკით შესრულებული მინიმალიზმით და ისეთი ლამაზი ვიზუალით ჩემთვის დღემდე არც ერთი კერძი არ ყოფილა. ამიტომ მე არ გეუნები კის. კის არ გეტყვი. რა იყო? აი ოქრო უნდა მოიწ. და პირდაპირ 12 ეურო. წარმატებები და გელოდები 12 ეურო. მადლობა დიდი. წარმატებები. მადლობა.